რამდენი ხანია რაც თქვენ ამ საზღვარზე დგეხართ? აი, დილის 8 საათიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხელოვნურად არის შექმნილი ეს პრობლემა? ვერ გეტყვი გენოცვალე, აი თქვენს საკა ხარ და მე ჩემს სიტყვას ვეუნები. კიდევაც თან აგერჩებიან ჩვენ ხალხი, ქართველები რახან აზერბაიჯანელები არიან, არ უშვებიან ჩვენ თავი, იმიტომ რომ ჩვენ ხალხი ფული არ ხდის, ქართველები ხდის და იმიტომ. ანუ ოფიციალურად დეკლარაციაში რა გაქვთ მოცემული? მე 40 ლარი. 2-დან 0 მადორზე. 40 ლარი რატო უნდა გადაიხადოთ? არ უნდა გადავიხადოთ, ჩვენ ვალდებულები არ ვართ, პროსტა ძალით ჩამაგვართებიან რა. აი, ან რაღაცა იმაშვებიან, რომ არ გაგუშევა ასე ისე და უკვე ამ დროს დილის 8 საათიდან გზაზე ვარ და რომ მივდვარ, უკვე ძალით ვაძლევ რა, ძალით ჩამაგვართებიან. და თქვენ მოქალაქე აზერბაიჯანის ხართ? არა, ქართველი ვარ. საქართველოს მოქალაქე ხარ? ქართველი ვარ, ხო. გამშევ პუნქტზე მიბრძანდით. და რით იხსნიან ამ ხელა რიგებს, ან ეს ხალხი რატო აწובה იმდენა? ესე იგი კითხვის სადღაც 90 თეთრი, 90 თეთრი, ლარამდე მაქსიმუმი გადადი. არის განსხვავება, ხო? რა თქმა უნდა. ანუ რისი უფლება გაქვთ თქვენ? ანუ რამდენი შეიძლება რომ გადმოიტანო? აი, რაც ავზი არის მანქანის, მე ერთი ბოთლის რო გიპოვო, ეს უკვე ჯარიმაა. ჯარიმა არის. 1000 ეს მინიმუმ 1001 ლარი პირველად ჯარიმა არის, მე კიდე მიხელმე რომ თუგე 2 და რაღაცა არის და მე მესამე თუგე შენიაზე მიდიხარ თან ჯარიმა არის კიდეც. ესე იგი ეს უკვე წვეთს ხალხს წელში ჯერ ისედაც ხო მოგეხსენებათ როგორი სიტუაცია ამ ქვეყანაზე და არ ვიცი ახლა მთავრობის იმედი გვაქვს ყოველ დღე ვინც დადიოდა აი ესენი იდნენ აი ესეთ რიგში მაგრამ ის ადამიანები რომელიც თქვათ აი ყოველ მესამე დღეს დადიოდნენ ისინი უბრალოდ მოდიოდნენ ურიგოთ აწვდიდნენ პასპორტს და ნებაჟი როცა შეამოწმებდნენ ეს ადამიანი ყოველ დღე არ მოძრაობს და მას უშვებდნენ ურიგოთ ანუ ვისაც საწყობს ყოველ დღე სიარული იმამ კი ბატონო იდგეს ამ რიგში მაგრამ რა დააშავა იმ ადამიანმა რომელიც მიდის ხორცილში მიდის ან რა სტუმრად მიდის და აი ვებერხელა რიგში რატო გიხართ ამ რიგში რატო გადასვლავ მინდა აზერბაიჯანში ხო და ეხლა იძულებული ვარ, ეხლა სადღაც, დაახლოებით 7 საათი მაინც გავატარო ამ რიგში, მხოლოდ იმისთვის, რომ შევიდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კიდე რა თქმა უნდა, იმის იმედი მაქვს, რომ გამთენიისას მაინც და თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს წლებია გრძელდება ეს პრობლემა და როგორ უნდა დარეგულირდეს? არ ვიცი, ეხლა, როგორც ჭორის დონეზე, ეხლა როგორც თქვეს, აი ეს სისტემა მე რაზეც გიამბეთ, არა? ეს უпроსმა თქვა თუ არ ვწდები რომ ამისო კანონიერი უფლება მე არ გამაჩნიო აი ესე რო გავაკეთო ხო არა მაქვს მე მაგის ძალა უფლება რომ აი ესე ზოგი ესე გავატარო ზოგი ურიგოთ ანუ ვინც ყოველ მესამე დღეს ან და ზოგი ვინც თქვენ იცით დეკლარაციის მიხედვით ანუ კანონის მიხედვით რისი უფლება გაქვთ არა ნამდვილად არ ვიცით არის ხო ნუ ეხლა ეს არის ჩვენი საზღვარს როდესაც ყვეთავთ დეკლარაციას არ ავსებთ არ იცით არ ეცნობით რა უფლებებით სარგებლობთ არა სიმართლე ვთქვათ არ ვიცნობით მაგრამ ხო არ ვიცი ეს არის ჩვენი საზოგადოების უბედურება რომ ბევრმა არ ვიცი ჩვენი უფლებები ყველანაირად გათვალისწინება იმისა რომ ესეთი პრობლემები არის და ამ ხელა რიგები არის ვერ დაანაშაულებ ამ ხალხს იმიტომ რომ ყველა გაჭირვების გამო მოდის ამ საწვავის გამო იმიტომ რომ უნდათ მოხსნა ტერიტორიების დამუშავება და ეს სიძვირე ყველა დიდი პრობლემა არის საწვავის დიდი ფასი საქართველოში აზერბაიჯანთან შედარებით რადგან სხვაობას იძლევა თითქმის ლარი და 30 თეთრი 1 ლიტრ საწვავზე და ეს ძალიან დიდი სხვაობაა ხო დამეთანხმები და ამიტომ ამ ხალხს თუ გონიათ რომ ძალიან ეხალისება 1000 საათი აქ დგომა ეგ ნუ რასო გაცრავთ რა ჩვენთვის ცნობილია თქვენ როგორც მოსახლე წუხდება ადგილობრივი მოსახლეობა და ყველა მოსახლე წუხდება წარმოიდგინეთ 10 საათი რო იდგმება ახლა რამდენი ნაგავი იყრება რამდენი რამე ახლა ისინი არ მინდა რომ ვილაპარაკო სხვა საჭიროები და მთელი ამბები და ეს უზრუნველყოფილი არ არის ხო ახლა და ამიტომ ყველა ადამიანი შეწუხდება სიგნალი იქნება ყვირილი იქნება თორმეტი საათი იქნება გამონაბულქვით სუნთქვა ბავშვები იზრდებიან ყველას აქვს დიდი პრობლემა მაგრამ ეს ამ ხალხის გამტყუნება მაგ კუთხით არ შეიძლება ანუ თქვენ რა შეხედავთ გამოსავალი ერთადერთი ჩემი აზრით არის ის რომ დარეგულირდეს სახელმწიფოების შორის რომ ის საბაჟო აზერბაიჯანის საბაჟო მიმუშაოს ნორმალურად ისე იმის ნახევრად მაინც როგორც ქართული საბაჟო მუშაობს ქართველები მუშაობენ ჩვენი მართლა მე ამაყეს მებაჟეები ყავს უპრობლემოდ იქნება აქ ერთი მანქანა არ დადგება რიგში ისე რომ იმუშაონ მაგის ნახევრად მაინც ანუ აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა კი რა თქმა უნდა მებაჟეებმა მესაზღვრეების კარგად მუშაობენ სამხედროები კარგად მუშაობენ მებაჟეები არ მუშაობენ საერთოდ რა მაგათთან
სამხედროებს მე ბაჟები. გეროთ მესამედი რომ მომიყენ აზერბაიჯანმა ეჩქარება. თავისიანი აჩქარო. ჩვენები პატივს სცემენ. რომ მოვიდა დაჭამნას ყველანაირად. მე რომ შეერი ვარ, ფული არ მაქვს რომ ვიყიდო ფული, მაინც ვიყიდო. მოდიან და 5 არ გენალა ვიცი ესევე უნდა გასვა. შენ არავინ არაფერს არ გიყიდის, მაგრამ ახლა პატივს სცემენ ჩვენი ხალხი მაგრამ. კი ბატონო, აჩქართეს, თუნდაც სწრაფად მუშაობენ, თუ არ უნდა არ ამუშაობენ. რა რასამოთ, რომ სახელმწიფო დონეზეა გადასაწყვეტი პროექტი. აბა მე დაშენ ვერაფერს ვერ გავაკეთე. ანუ ეს პრობლემა წლები რომელიც გრძელდება უნდა დაარეგულიროს აზერბაიჯანსა და საქართველოს აზერბაიჯანს რო პატივსაც ცემს ხო ჩვენ არაფრად მივაჩნიათ იმათ არაფრად მიაჩნიათ ჩვენ თავი და ჩვენები დიდ პატივსაც ცემენ აზერბაიჯანს ხოთაშორის კიდე არანაირი შეფერხება არ აქვს გადმოდიან გადადიან ხელს უწყობენ პირიქით ჩვენები ჩვენს სწრაფად გვიშვებენ მაგრამ ისინი არის პრობლემა ისინი მოქალაქის ჩვეულებრივ შეუძლია გადაგვეცოს საზღვარი, არანაირი პრობლემა. ანუ საწვავთან დაკავშირებით არის აქ პრობლემა რაღაც კონტრაბანდა. ჩვენ მხარეს? არა. იქით მხარეს? არა, იქით მხარეს რა პრობლემა გიყვი აზერბაიჯანის მხარეს უნდა გაარკვიოთ. და თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით, ანუ როგორ მუშაობს საქართველოს საბაჟო? ეს თვითონ ხალხს შეუძლია გააკეთოს რომ დიახ, ლაგოდეხის გამშვე პუნქტზე. ნორმალურად და შეუფერხებლად მუშაობს. დიახ, აი ეს რიგები თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია? ეს რიგები გამოწვეული არის შეფერხება არის აზერბაიჯანის მხრიდან. იქ გვიან უშვებენ მანქანებს და მაგის და გამო. რაც შეეხება მსუბუქ მანქანებს აქ ატარებს მათი გატარება ხდება საპატრულო პოლიციის მიერ. საბაჟო არ ეხება მაგას. ჩვენ ვეხებით მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტს, რომელსაც ვაპრობებთ და დანარჩენი პრეროგატივა ეკუთვნით პატრონს, რომელმაც ატარებს მსუბუქ ავტომანქანებს. ანუ რა კრიტერიუმით შეიძლება დავუშვათ მე როგორც მოქალაქე გავიარო, ანუ როგორი უფლებებით სარგებლობ? შეულებრივი უფლებებით შეგიძლიათ მიგზავნეთ და გადახვიდეთ. დეკლარაციის მიხედვით? დეკლარაციის მიხედვით არანაირი პრობლემა არ აქვს. თქვენ პასპორტს წარმოადგენთ და გადახვდეთ ჩვეულებრივ. საპატრულო პოლიციასთან რა თქმა უნდა. ჩვენთან არ აქვს. ჩვენი მხარე იქ აზერბაიჯანის საბაჟოს ვერ ჩაერევა და ეს გითხარს ვერაფერს ვერ ეთქვის იგი მათავიანთი წესები აქვს როგორც ესეთი და აფერხებენ რატომ აფერხებენ და რისთვის აფერხებენ მაგი არ ვიცი. ანუ ჩვენგან არ არის ჩვენგან არანაირი პრობლემა არ არის. აი ხა რამდენი მანქანაც და იმდენ მანქანაც გაუშვებს. საპატრულო პოლიცია გინდა ჩვენი. მაგრამ იქ უბრალოდ დიდი რიგები არის რა და ისინი არ უშვებენ. ფიზიკურად ვერ გადავლენ იქ. გაიხსევა მაშინ საბაჟო ტერიტორია და ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თქვენ არ გაქვთ თანამშრომლობა? ანუ არ იცით თქვენ აი რატომ ხდება ეს ხელოვნური რიგები? მაგას ჩვენ არ გვეუბნებიან. არა ხო? აზერბაიჯანის მხარე რა თქმა უნდა.